დილამშვიდობისა ტრეიდერებო, დღეს 30 ივნისია, საკმაოდ დატვირთული დღეა საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე, როგორც მოგიხსენებათ, ხუთშაბათი გამოირჩევა ფუნდამენტური სიახლეების სიმრავლით. გუშინ ცნობილი გახდა გერმანიის სამხარებლო ფასების ინდექსი, რომელიც მცირედით შემცირდა, რაც ნიშნავს ინფლაციის დონის შემცირებას და ვალუტის მცირედით გამყარებას, რაც ასევე დადებით განწყობას შექმნის ევროს მიმართ. დღეს ცნობილი გახდება დიდი ბრიტანეთის საბოლოო მთლიანი შიდა პროდუქტის დის ტემპი, ეს არის კვარტალური მონაცემი, რომელიც რა თქმა უნდა საკმაოდ დიდ ზეგავლენას მოახდენს ფუნტის კურსზე საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე და განწყობაზე, ასევე ცნობილი გახდება კანადის მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტებული მონაცემი, თვის მონაცემი, რომელიც ასევე გვახსნობს კანადის მაკროეკონომიკულ ტენდენციებს და ასევე გარკვეულ განწყობას შექმნის კანადური დოლარის მიმართ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გახდება ცნობილი ადგილობრივი დროით 5-ის ნახევარზე, ამერიკის უმუშევრობის საჩივრები. ეს მონაცემი გამოდის ყოველ ხუთშაბათს და მოკლევადიან ერთკვირიან ტრენდს აყალიბებს ხოლმე ბაზარზე, ასე რომ ყურადღება მიაქციეთ აი ამ მონაცემებს. შეგიძლიათ ივაჭროთ ახალ ამბებზე, ოღონდ გაითვალისწინეთ რისკები და დააყენეთ stop loss-ი. ტექნიკური ანალიზის მიხედვით დღე ასევე საინტერესოა ევრო-დოლარის სავალუტო წყვილზე შეარჩიე წინამდებობის დონე 1.1112, ხოლო მხარდაჭერის დონე 1.1090. ამ ორი ფასის გარღვევის შემთხვევაში შეგიძლიათ ივაჭროთ აი ამ მიმართულებით და შესაძლოა ჩამოაყალიბოს ტრენდი პარასკევამდე, სანამ ბაზარი დაიხურება. დღეისათვის სულ ეს იყო, გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას და ნაყოფიერ დღეს.